რატომ ტირით? ვაშკაცები არა ხართ? თქვენ ხომ იცით რატომაც ვკვდებით? მე მხოლოდ ის მანდარდებს სამშობლოსთვის ვერაფერი რომ ვერ გავაკეთეთ. მაგრამ ჩვენს უკან რჩება ხალხი, რომელიც ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს და ჩვენც იმ ქვეყნად გავიგებთ, როცა საქართველო იქნება თავისუფალი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. ეს იყო უკანასკნელი სიტყვები მუხრანელ ბაგრატიონთა შტოს ერთადერთი გამგრძელებლის, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის. ანასტასია წერეთლისა და ლევან ბაგრატიონ-მუხრანელის ვაჟი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი იყო ქართველი ოფიცერი, დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული არმიის როტმისტრი, წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი და თბილისის ოფიცერთა ორგანიზაციის წევრი. ის 1921-1923 წლებში კოტე აფხაზთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, მიხეილ ლაშქარაშვილთან, იასონ კერესელიძესთან, როსტომ მუსხელიშვილთან და სხვა თავდადებულ ქართველებთან ერთად საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას ედგა სათავეში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ანტისაბჭოთა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მისი მეტსახელი იყო ორბი. საქართველოს გასაბჭოებიდან 1 წლის თავზე გენუის კონფერენციაზე გაიგზავნა კათოლიკოს პატრიარქ ამბროსის მემორანდუმი, რომელიც აღწერდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. პატრიარქი დახმარებას ითხოვდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს საქართველო დაეტოვებინან. კონფერენციამდე რამოდენიმე დღით ადრე ამბროსი ხელაია და 23 ქართველი მამულიშვილი დააპატიმრეს კონტრრევოლუციური ბრალდებით. მათ შორის იყო სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი. დაპატიმრებულები მალევე გაანთავისუფლეს, მაგრამ სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი არმიიდან გარიცხეს და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გრძელდებოდა. ამ ბრძოლაში სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის მხარდასაჭერად ქვათახევის რაიონში წარმოიქმნა გორის აჯანყების სახელი ცნობილი მოძრაობა. სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელმა მენშევიკური პარტიის ცენტრიდან მიიღო იარაღი, რუკები, კომპასი, მედიკამენტები და 60 მილიონი რუბლი. 1922 წლის 21 სექტემბერს სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, მიშა აბულაძე, გიორგი გაბაევი, რევას ჩიქოვანი, ნიკოლოს ციციანოვი და ავთანდილ გედევანოვი გადავიდნენ გორის მაზრაში. სოფელ ხანდაკთან შეუერთდნენ მიხეილ ლაშქარაშვილს, რომელსაც შაშხანებით შეიარაღებული 100-კაციანი რაზმი ჰყავდა. გაერთიანებული რაზმი ქვათახევის მახლობლად ტყეში დაბანაკდა. მალე შალვა ფავლელიშვილის წერილი მიიღეს. ის ითხოვდა რაზმთან ერთად მათთან შესახვედრად დაძრულიყვნენ რაზმების გაერთიანების მიზნით. სექტემბრის ბოლოს ცენტრიდან იოსებ ცინცაძისგან მიიღეს წერილი, რომლითაც ამ ორ რაზმს შეერთების ნება ეძლეოდა. ღამით რაზმი დაიძრა დუშეთის მიმართულებით, ფავლენიშვილის რაზმთან შეერთების მიზნით. მეორე დღეს მიიღეს მეორე წერილი, საიდანაც შეიტყვეს, რომ ფავლენიშვილის რაზმი განადგურებული იყო და ამათი რაზმიც უნდა დაშლილიყო. ამ წერილს ხელს აწერდა იოსებ ცინცაძე. სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელმა და ლაშქარაშვილმა ფავლენიშვილს შეატყობინეს, რომ მათი სურვილი იყო შეერთება, მაგრამ ცენტრიდან მიღებულმა ბარათმა გაურკვევლობა გამოიწვია. ორი დღე ელოდნენ ფავლენიშვილის შეტყობინებას, მაგრამ უშედეგოდ. რაზმი დაიშალა. სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელმა თბილისში ჩასვლისთანავე შეიტყო, რომ ცენტრიდან მათთვის არავითარი წერილი არ გაუგზავნიათ. აშკარა იყო, რომ ადგილი ჰქონდა ღალატს, მაგრამ ვინ იყო ამის ავტორი, დღემდე უცნობია. ამას მოყვა ხევსურეთის აჯანყება, რომელიც ჩაახშვეს. სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი მოსკოვში გაემგზავრა. ამიერკავკასიის ჩეკას მოთხოვნით 1923 წლის 24 მარტს ის მოსკოვში დააპატიმრეს და თბილისში გამოაგზავნეს. მისი დაკითხვა ერთი თვე გრძელდებოდა. სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს. ის 1923 წლის 20 მაისს კოტე აფხაზთან და 13 ქართველ მამულიშვილთან ერთად დახვრიტეს. აქ დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. მალე სიმონ ბაგრატიონის მეუღლე, ნინა ბაგრატიონ-დავითიშვილი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. ის ქაქუცა ჩოლოყაშვილისადმი მიწერილ წერილში წერდა. ძვირფასო ძმებო, ქაქუცა და ვანიჩკა, გულითაც სალამს გიწყვნით უიმედო და მარტოსულად დარჩენილი ნინა. აღარ არის ჩემი სიმონი, აღარ არის ჩემი სიმონიკა.
გესმის ვანიჩკა, გესმის ქაქუცა, დიდი თავადი აღარ ყავს. დიდმა თავადმა თავის სამშობლოსთვის გასწირა ისე ლამაზად, ისე ვაშკაცურად, როგორც თავადი იყო ლაღი და თავისუფალი. იგი მკაცრად დასაჯეს და მასთან ერთად კიდევ 15 საუკეთესო ქართველი მამულიშვილი. მე არ ვტირი მათ გამო. პირიქით ვამაყობ მათით როგორც ქართველი, როგორც დედა, რადგან ისინი ყველასათვის წმინდანები არიან. მე სიმონიკასთან ერთად კიდევ უფრო დიდი იმედით შევყურებ მომავალს და მასთან ერთად ხმამაღლა ვამბობ. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას და გლოცავთ დიდი თავადის სიმონ ბაგრატიონ მუხრანელის მეუღლე.